და ვაგრძელებ ახლა Black Mirror-ზე საუბარს, ხო და Disneyland-ში მოხდა რამდენიმე წლის წინ ესეთი ამბავი, რომ მოგეთ წვილი იყო წასული, დაახლოებით მახსოვს ნიუსებში იყო, წვილი იყო წასული თუ რაღაც ეგეთი და ცოლი თუ ქმარი მოგეთ რომელიღაცა წვილი და რომელიღაცა გარდაიცვალა თუ ბავშვი გარდაიცვალა. მოგეთ ადამიანი მოკვდა კარუსელებზე რა, აი რაღაც ატრაქციონებზე რა. მოკვდა და რეალურ ფაქტს გეუბნებით და დაჭირდა გადაწყვიტა ოჯახმა Disneyland-ისთვის ეჩივლა და ვერ უჩივლეს, რაც Black Mirror-ში არის ნაჩვენები, ანუ ეს ტრაგედია რეალობაში რაც მოხდა, ეს სერიალი სავარაუდოდ მანამდეა გადაღებული, ანუ ეს სეზონი რა, სადაც ეს არის ნაჩვენები. და ვერ უჩივლა რატომ? როდესაც მივიდნენ ზუსტად ესე საჩივლელად, უთხრეს რომ თქვენო, როდესაცო ის გადმოწერეთო, მოიცა, აი როგორც Netflix-ია Disney Plus-ი თუ რაღაც, ხო მე მგონი Disney Plus-ი ხო არის რაღაც ეგ არხი კიდე. აი ეგ რომ გადმოწერეთო, თუ მე მგონი მაგაზია საუბარი, რომ გადმოწერეთო თქვენო მაგ დროსო იქ ჩამონათვალ პირობებს ხო არ მიკითხულობს. პირობებში თქვენ დაეთანხმეთო, რომ თუ რაიმე ტრაგედია დაგემართებოდათ Disneyland-შიო, არ გექნებოდათ უფლება რომ გეჩივლათო რა, აი სიცოცხლის უსაფრთხოების ამბებში და ასე შემდგომ. და ვერ უჩივლეს, ზუსტად ესე მოხდა. ეხლა გავაგრძელოთ მეორე რა ხდება აქ კიდევ. რაც უკვე დღეს ხდება რა. ასე ვერ მომექცევიან. უკვე გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ, მათ ამის სრული უფლება აქვთ. აქ ეხლა საუბარია იმაზე, რომ მერე აქ იტყვიან იმას, რომ სელმა ჰაიაკი თამაშობს თვითონ ამ გოგოს როლს და ეს ხალი ეუბნება, რომ სელმა ჰაიაკი არ არისო, მისი ციფრული გამოსახულებაა უბრალოდო. ცა? აი. კარგი და სელმა ჰაიაკი? მაგრად თამაშობს არა? არა, სელმა ჰაიაკს ვუჩივლებ. რისთვის? იმიტომ რომ მაჯორებს. მას ამის უფლება არ აქვს. მაგრამ ის სელმა ჰაიაკი არ არის. აბა ვინ არის? ტექნიკურად სერიალში მის ჰაიაკის ციფრულ ორეულს იყენებენ. პირადად მას არ იღებენ. მან საკუთარი გამოსახულების გამოყენების უფლება მისცა. მთელი სერიალი CGI-ია. მას რაღაც სუპერ განვითარებული deepfake ქმნის კვანტურ კომპიუტერში და ასეთ რაღაცებში. ეს ახლა 2-3 წლის წინ მინიმუმ ხო არის გადაღებული. წარმოიდგინეთ 2 და 3 წლის წინ ხალხნო ეს რო ვინმე ესე თქვა, ვინ დაიჯერებდა, რომ ესე ციფრულ გამოსახულებას არას ამბობს, რომ ზუსტად მიიჩნევა იყო ეს აქ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ვიდეოებს შექმნიდა და დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტით დაწყებული არის ამ ყველაფრის შექმნა და დაჟე მალე სრულად გადავლენ ალბათ ფილმების და იმის გადაღებას, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გადაიღოს ყველაფერი. აი ეს არის 2-3 წლით ადრე ნაჩვენები სერიალში, რაც უკვე ჩვენს რეალობაში ხდება. Black Mirror-ის სერიალი მე-6 მე-7 სეზონი დაემატა, უყურეთ აუცილებლად, ძალიან მაგარი.